საკითხებზე საუბრობდა. მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა უკვე ცნობილია. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კანონმდებლებს ახალი მთავრობის შემადგენლობა პირადად გააცნო. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ბაჩანა ახალაია დაიკავოს თავდაცვის სამინისტროში. ახალაიას დიმიტრი შაშკინის შეცვლის განხორციელებული ცვლილებით მთავრობას სამი ახალი სახე ეყოლება. განათლების სამინისტროს ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე იქნება. კობასუბელიანის ლტოლვილთა განასახლების სამინისტროში დალი ხომერიკის შეცვლის. დასაქმების მინისტრად კი ბიზნესმენი პალატა ტრაპაიძე ჯერ კიდევ გუშინ წარადგინეს. მთავრობის ახალ პროგრამას პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ. მოტის არგებელი ხალხს ახალი სამოქმედებებმა კანონმდებლებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ კანონმდებლებს მთავრობის ახალი შემადგენლობა ბიუროს სხდომაზე გააცნო. ახალი მინისტრთა კაბინეტი ასე გამოიყურება. იკაგილაური პრემიერ-მინისტრის პოსტზე ივანე მერაბიშვილმა შეცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ივანე მერაბიშვილი ბაჩანა ახალაიამ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ბაჩანა ახალაიას ნაცვლად დიმიტრი შაშკინი დაიკავებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კი ხატია დეკანოიძე იქნება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე კობა სუბერიანს დალი ხომერიკი ჩაანაცვლებს. ახალ უწყებას დასაქმების მინისტრის აპარატს კი პალატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს. მერაბიშვილის მინისტრთა კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ახლა უკვე თავდაცვის ყოფილი მინისტრი იკავებს. ბაჩო ახალაია თავდაცვის უწყებას 2009 წლის 28 აგვისტოდან დღემდე ხელმძღვანელობდა. 2005-2008 წლებში ის იუსტიციის სამინისტროში საშუალო აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. 2008-2009 წლებში ახალაიას თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ჩააბარეს. 2004-2005 წლებში კი სამხედრო დამცველის მოადგილე იყო. სწორედ ახალაიას სახელს უკავშირებენ ქართული ჯარის გაძლიერებას. მისი მინისტრობის პერიოდში პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყო. შეიქმნა ჯავშან-მანქანები, დიდგორი და ლაზიკა და უპილოტო თვითმფრინავები. ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენას მიესალმება ივანე მერაბიშვილი. პრემიერ-მინისტრის კანდიდატის თქმით, პრეზიდენტს ახალაიას კანდიდატურა სწორედ მან შესთავაზა. მე გუგლი რა თქმა უნდა ვერ ვიქნები შინაგან საქმეთა სამინისტროს პედზე და მე ვიმაჩნია რომ ბაჩო ახალაია შეძლებს არის საუკეთესო კანდიდატურა რომ შეინარჩუნოს და გააგრძელოს ის გზა, ის რეფორმები, ის მიმართულება, რომელიც ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრის დროს ჩვენ სამინისტროს ჰქონდა აღებული. მე მაქვს გარანტია, მე ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო არის საუკეთესო კანდიდატურა და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი ინიციატივა ხალხდაჭერ იქნა პრეზიდენტის მიერ. ჩვენ რა თქმა უნდა ერთად გავაგრძელებთ მასთან და მთავრობის ხალხთან ერთად ყველა რეფორმებს, ყველა სამინისტროში და ყველა უწყებაში. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ახალაია უკვე განათლების ყოფილმა მინისტრმა შეცვალა. დიმიტრი შაშკინი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 3 წელი ხელმძღვანელობდა. განათლებაში შაშკინი საშუალო აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან მივიდა. მინისტრთა კაბინეტს 3 ახალი სახით შეემატა. ხატია დეკანოიძე განათლების მინისტრის სავარძელს დაიკავებს. დეკანოიძე ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად ერთი თვის წინ დაინიშნა. მანამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრების კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორი იყო. თავის საწარმოში უმუშავრობასთან ბრძოლას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტების ავტორი პალატა ტრაპაიძე იწყებს. ბიზნესმენი დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ჩაიბარებს. რომელიც გააჩნდება ჩვენს მთავრობას სამთავრობო ცვლილება დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსაც შეეხო. კობასუბელიანს დალი ხომერიკი ჩაანაცვლებს, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად მუშაობდა. სუბელიანმა დევნილთა სამინისტრო ორჯერ ჩაიბარა. პირველად 2007 წელს, შემდეგ კი 2008 წელს. მთავრობაში სუბელიანი თბილისის მერიიდან მოვიდა. იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი შეფასებების გადაცდა. საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. რაც შეეხება არასაპარლამენტო სპექტრს, ისინი ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას პროგნოზირებენ. ერთადერთი პოზიტივი რაც მე დავინახე, ეს არის სუბელიანის გადაყენება და წასვლა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ორჯერ ჩვენ დავაყენეთ უნდობლობა, მაშინ ჩვენ არ დაგვიჩერეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყოფილვართ მართლები და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი, რომელსაც სრული გაუწყოება ქონდა დევნილებთან, ამგვარად აქამდე უნდა წასულიყო. პირველი სამთავრობო ცვლილებები
პრობლემები შეიძლება შეფასდეს ორი სიტყვით. ეს არის ნაბიჯი დიქტატურისკენ. ვინაიდან შაშკინის, ბაჩუ ახალაიას, ბანუ მერაბიშვილის და ხათუნა კალმახელიძის ერთობლიობა სხვა მინისტრებზე რო არაფერი უდგა. უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია მომავალი არჩევნებისთვის, გარანტირებული ხმების მოზიდვისთვის და მათ შორის იმ ზეწოლის ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებისთვის, რომელიც დაწყებული პატიმრებიდან და დამთავრებული პედაგოგებზე ზეწოლით გულისხმობს. ჩვენ პასუხისმგებლობას თავრობის საქმიანობაზე ვერ ავიღებთ, ამიტომ ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვიღებთ, თუმცა მე მინდა წარმატება უსურვო თავრობას თავისი ახალი შემადგენლობით თითოეულ მინისტრს. ერთი მინისტრით მეორის ჩანაცვლება ნამდვილად ვერაფერს ვერ შეძლებს. უბრალოდ ფაქტია და დასტურია იმისა, რომ რეალურად პოლიციური სახელმწიფო და რეჟიმი რაც აქამდეც არსებობდა, კიდევ უფრო ალბათ აქტიურ ფაზაში შევა ამ ქვეყანაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ბანუ მერაბიშვილის მიერ წარმოქმნილი სამთავრობო გუნდი ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარებს და უმუშევრობას დაძლევს. პრემიერ-მინისტრიც მერაბიშვილი გაბეთ ყველა მისი გუნდის წარმომადგენელი ამის თაობაზე იქნება განცხადებული, ამ პასუხისმგებლობას იღებს და იღებს საზოგადოების წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე, რომ ამ პროგრამით მეტი სარგებელი, მეტი სიკეთე კონდეს ხალხს და რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ შევძლოთ უმუშევრობის მნიშვნელოვანი შემცირება, დამარცხება, შევძლოთ ის, რომ დაზღვევა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ხალხს არ ეშინოდეს ავადმყოფობის და კონდეს ამის საშუალება ყველანაირი და სახელმწიფო მხრივ შეუწყოს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა აუძინდეს სოფლის მეურნეობაში იყოს მეტი შემოსავალი სახელმწიფო წარმატება ვერ იქნება მნიშვნელოვანი თუ ეს წარმატება არ აისახება თითოეულ ოჯახზე საქართველოში, თუ ეს წარმატება არ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, აქედან გამომდინარე არის განსაზღვრული ის პრიორიტეტები, რაც უკავშირდება დასაქმების საკითხებში, კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის გაძლიერებას, სოფლის გაძლიერებას ზოგადად, ჯანდაცვის და დაზღვევის საკითხებს. მინისტრთა კაბინეტს ნდობას პარლამენტი ხვალინდელ ლიგითი და რეშის ხმაზე გამოაცხადა.